განსაკუთრებით მწვავე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მომავალ მინისტრებთან შეხვედრა აღმოჩნდა. არ ვაპირებ ლაზიკისა და მწვადის სახლის აშენებას. თეა წულუკიანის ამგანცხადებას გიორგი ვაშაძის გაღიზიანება და შეპასუხება მოჰყვა. მსგავსი პროექტების კურატორობაში მინისტრობის კანდიდატმა სწორედ ადეიშვილის დროინდელი სამინისტრო დაადანაშაულა. მომავალი მინისტრი ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელითა და მისი თბილისში დაბრუნების თარიღითაც დაინტერესდა, თუმცა შეკითხვა ისევ უპასუხოდ დარჩა. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მაია ფანჯიკიძის გამოსვლასაც. ქვეყნის მომავალ დიპლომატს გიორგი ბარამიძე შეეპასუხა. ფანჯიკიძის განცხადებას, რომ საქართველომ რუსეთთან ბევრი რამ დათმო, სანაცვლოდ კი პროპორციული შედეგი არ მიუღია, დარბაზში ცხარე დებატები გამოიწვია. ამ კომიტეტებში იყვნენ ჩვენი ყოფილი კოლეგები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის თემები, რომლებზედაც იყო საუბარი და ამიტომ ჩვენი განხილვა იყო საკმაოდ მძაფრი დისკუსიის ფონზე. რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, ალბათ ეს ტიპი დამკვიდრდება პარლამენტში და ეს ძალიან კარგია. დასაკვირველია იყო გარკვეული შეკითხვები, ჩვენ განმარტებები გავაკეთეთ, უპასუხეთ ამ შეკითხვებს და საბოლოო ჯამში მე მგონი ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემი წინამორბედი, როგორც ჩემთვის მისი პირველი მოადგილის ქალბატონი თინა ბურჯალიანისგან არის ცნობილი, უნდა იმყოფებოდეს ავსტრიაში, ის არის თურმე შვებულებაში, მაგრამ ჩემ შეკითხვაზე როდის დაბრუნდება ეს შვებულებიდან, ქალბატონმა პირველმა მოადგილემ მითხრა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ მოსმენაზეც უმრავლესობის მხრიდან იყო იმის მოთხოვნა, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, რადგანაც ყველა თვლის, რომ ამ ყოფილი მინისტრის მიმართ საზოგადოებას აქვს გარკვეული სახის შეკითხვები. რაღაც სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად იუსტიციის სამინისტროსი, ჩემი აზრით, არ უნდა შენარჩუნდეს. ეს ეხება პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინაციის რეჟიმში რაღაც ისეთი მშენებლობების კურატორობას, როგორიც არის, ვთქვათ, კახეთში მწვადის სახლი იქნება ეს თუ ლაზიკის მშენებლობა, რადგან მე ვთვლი და დარწმუნებულია, რომ ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია.